მოგესალმებით კოლეგა მონადირეებო, იარაღის მოყვარულებო. მივესალმები ყველა ჩემს კოლეგა მონადირეს, რომელიც ვაზნების, ასე ვთქვათ, სახლის პირობებში თვითდატენით არის დაკავებული. მართალია, ჯერ ნადირობის სეზონის დაწყებამდე საკმაოდ, ასე ვთქვათ, დრო არის დარჩენილი თითქმის 2 თვე. თუმცა სამწყერე ვაზნების დატენვა და მარაგების შევსება არასდროს არ არის ადრე. ეს გარკვეულწილად სახალისო პროცესი არის და ჩვენ მოდუნებას არ მივცემდა, რა ვითარ შემთხვევაში ჩვენს კოლეგა მონადირეებს, რომლებიც დაკავებულები არიან, ასე ვთქვათ, სამწყერე ვაზნების სახლის პირობებში თავიანთი მეთოდებით დატენვით. მეც მინდა გითხრათ და გაგიზიაროთ ეს ზოგადად, ასე ვთქვათ, სახალისო პროცესი არის და თუ როგორ ტენი მე მაგალითად სამწყერე ვაზნებს და რა კომპონენტებს ვიყენებ ამისთვის. ამისთვის მე ვიყენებ ასეთ ცარიელ მასრას, მეორად მასრებში არ ვტენი. ეს არის თურქული წარმოების, თუ არ ვცდები, აქ მაინიცირებელი საშუალება, ეგრეთ წოდებული დეტონატორი, ანუ კაფსულა, რამდენიმენაირად შეიძლება მას უწოდოთ, გამოყენებული არის CX-2000. ეს ყველაზე სწრაფად აალებადი კაფსულა არის. დენტს მე ვიყენებ Nobel Sport D20, ის დენტი არის, რომელიც დღეს საქართველოში იყიდება, ადრე იყო Max-3, CSB1, თუმცა მე სიმართლე გითხრა დიდი სხვაობა ამ დენტსა და იმ დენტს შორის, ანუ Max-3-სა და Nobel Sport შორის ვერ ნახე. ზოგი ამბობს, რომ უფრო სტაბილურია D20, თუმცა ალბათ ამას უფრო მეტი დაკვირვება, უფრო მეტი სტატისტიკა ჭირდება. ხო, რაც შეეხება კონტეინერს, ხმარობ 28 გრამიანს, მწყერზე ზოგადად 28 გრამი სრულიად საკმარისი არის. მე ესე ვფიქრობ, ზოგი 24 გრამს ისვრის, ეს მისვრია. ოღონდ ეს არის დისპერსანტი. მე გაჩვენებთ თუ როგორ ვამუშავებ ამ დისპერსანტის კონტეინერს. ვიყენებ ასევე ესეთ ახლა ვიგანახებთ ესეთ პროპკის დაჭრილ პიჟებს, მევჭრი ამას. მასალა აქ არის ესეთი არის, ეს საკმაოდ კარგად იჭრება ეს. მასალას აქ ვყიდულობ თემუდან, განახებთ რა მასალა არის. ესეთი არის, ესეთი ლისტები არის, ეს არის 9 სანტიმეტრიანი, ანუ 5 მმ-იანი სისქე, ცოტა დრეკადი არის, ანუ იმიტომ რომ ეს რაღაც ფართობს წარმოადგენს, ხო, რაღაც მოცულობა არის და ესეთი დრეკადი არის, თუმცა რო დაიჭრება, მე არ არის ეს დრეკადი, ძალიან კარგი არის, ძალიან მყარი არის და გაზების გაპარვა საალების შემთხვევაში დაიყვანს მინიმუმამდე. და ამ ასე ვთქვათ პიჟის მერე ვიყენებ ეგრეთ წოდებულ ასე ვთქვათ ქეჩას. ქეჩები არის ძველებური, საბჭოური წარმოების. ეს ქეჩები დღეს ცოტა დეფიციტში არის, თუმცა მე ეს ქეჩები მერგო მე ჩემს განხილვაში, ჩემს ვიდეო როლიკებში მაქვს ახალი ჩემი იარაღი განხილული, Sauer 57 S მოდელი და როცა ეს მოდელი შევიძინე, წელს შევიძინე, მისმა მე პატრონემ, ვისაც ჰქონდა ეს ასეთი ასე ვთქვათ ყუთით გადმომცა 3 ცალი იყო თუ არ ვცდები, 3 ყუთი იყო თუ არ ვცდები, თუ 4, ასე ვთქვათ, უსასყიდლოდ საჩუქრად, იმიტომ თვითონ არ იყენებდა. ის არის 56 წელი, ახლები არის სულ, ასეთი არის უპაკოვკაში ჩადებული. აი აწერია ძველი, ასე ვთქვათ, ლოგოტიპი და ერთ ჩიდევს 250
Цали количество აგერაწერია და ეს დაახლოებით მეც მქონდა ერთი ესეთი 5 ძველი კიდევ სხვაგან აყედი, დაახლოებით 1000-მდე მაქვს ეს და მე ვფიქრობ რომ სანადიროდ ახლა მწყერზე და ასე შემდეგ ცოტა ხარისხიანი ვაზნის დატენისთვის მე ეს მეყოფა თან და თანამით ალბათ კიდევ გამოჩნდება რაღაცა. ზოგადად რო იყიდო ეს ყიდიან აქაც, მაგრამ სადღაც 100 ცალი თუ არ ვწდები 30 ლარი ღირს, საკმაოდ ძვირი ღირს, ძვირი სიამოვნება არის ეს კეჩები. მოდით დავიწყოთ ვაზნის დატენვა, ხო? აქ ნაგალითისთვის 2 ვაზდა მაქვს დატოვებული, დანარჩენები უკვე დავტენე, ჩავყარე საფანტიც და ამავე დროს ნახოთ თუ აპარატი როგორ მუშაობს. ეს აპარატი განხილვაში უკვე ერთხელ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ნახოთ, არ იქნება ზედმეტი. ხო, რაც შეეხება აი ამ პიშ კონტეინერს, მე ამას ორნაირად ვტენი, ერთი როცა ამას ზედ ამას დავუყოლებ, ასე ვთქვათ, ცოტა კუდს მოვაჭრი, აქ დაახლოებით აქ მოვაჭრი, ბოლომდე არა და ამას დავუყოლებ, ანუ სიმაღლე რო შევინარჩუნო და მეორე მეთოდი არის, როდესაც კუდს, ანუ მთლიანად მოვაჭრი. და მთლიანად კონტეინერ იმაზე, ასე ვთქვათ, პროპკა კონტეინერზე დავსვამ. სადა რო ჩავარდა. როცა მთლიანად მაგაზე დავსვამ, ეს ძალიან ზუსტად იჭრება საოფისედანით. შემდგომი პროცესი ეს მე სასწორს ვიყენებ ყველა ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი საკმაოდ ზუსტი არის, სასწორი მაინც აუცილებელი მომენტი არის. წონი ვაზნას ჩამოუყრი დენტს. დენტი უნდა ჩამოიყაროს, აპარატი ყრის ამას 1.51, 1.52. 28 გრამზე ზაფხულის პირობებში, როცა ვისვით მწყერზე, ანუ წყენის სეზონი როცა არის, ნობელ სპორტი D20 მეტი არ უნდა, იმიტომ რომ ეს გატესტილი მაქვს. 1.40 ჩამოყარა. 1.51-ში გადადის რა. აპარატი არის 0.1 მეასედი სიზუსტით ყრის რა. ანუ შემდგომში, ასე ვთქვათ, აი ამ პროპკის კონტეინერს ვდებ, მერე ვიღებ მოდი კეჩა ამოვიღოთ დავიდეთ აქ. შემდგომში ვდებ კეჩას. ესე და ზემოდან კიდევ ერთ, ასე ვთქვათ, ამ პროპკა კონტეინერს ვკეთებ. აი ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, ძველებური არის, შევიძინე. ეს არის თითბერი თავიდან ბოლომდე. ანუ მასიური არის საკმაოდ. ეს არის, ასე ვთქვათ, ამით მიმყავს ბოლომდე. რა, ცოტას ასე დავამატებ. ყავი არის დაფენილი, აქ რამე წინაღობა არ აქვს, გეშინიათ. ხო, ეს არის მრავალფუნქციური, ესე იხსნება. განახებთ საინტერესო რაღაც არის და აქ თავაკები უერთდება, ასე ვთქვათ, იხრახნება, რომელიც გასწრული გილზის შემთხვევაში, ანუ მეორად გილს ვინც ხმარობს, ვაზნის ამონგდები, იმის დეტონატორის ამონგდები არის. ძველი ეგრეთ წოდებული კაფსულები, რომელიც თითბერის ვაზნებზე მიდიოდა, მაგის ამონგდებიც არა. ანუ ეს თავაკები რამდენიმე 4-5 სახეობის მოყვება და ძალიან, ასე ვთქვათ, გამიხარდა ამ ძველი ნივთის შეძენა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ ვაზნების დატენვაში. ასე ხო, ერთ მომენტზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება აი ამ კონტეინერებს, ხო, ამ პიჟებს ვჭრი, აი ამ ძველებური რუსული საჭრელი, საბჭოური რუსულს ვეძახი ამას, საჭრელი, იმით საჭრელით რა. ეს კარგად არის ალესილი, მე ეს ტოკარს კარგად დავამუშავებინე. ანუ ხედავთ თქვენ და ამას უბრალოდ დაჭრის მომენტში ერთი მომენტი გაითვალისწინეთ, თუ ვინმე ამას, ასე ვთქვათ, დააპირებს, ჩაქუჩს არ ურტყამ, არამედ ხელით ვატრიალებ. ასე ვთქვათ, ასე ვატრიალებ და ისე ვჭრი. ანუ იმდენად კარგად არის ეს ალესილი და იმდენად მყარი არ არის ეს, ასე ვთქვათ, პიჟი, რა ვიცი, პროპკა, რომ ამის დატრიალებით მარტივად მოჭრა შეიძლება. მოდი მეორე ვაზნას დავტენოთ, ავწონოთ. ჩამოვყაროთ დენტი. 1.42.
ჩამოყარა. ანუ წინა ჩამოყარა 1.41, ახლა ჩამოყარა 1.42. აი ამ შუალედში მერყეობს, ანუ 1/100 სიზუსტით წონის ეს აპარატი. რაც სრულიად დამაკმაყოფილებელია ნებისმიერი დენთის პირობებში, აბსოლუტურად ნებისმიერი დენთის პირობებში, იმიტომ რომ ზედოზირებას ვერანაირად ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ მეასედი ზოგადად არ წარმოადგენს რამე უზუსტობას. ჩავდეთ რა თქმა უნდა უკვე გამზადებულ დისპერსანტის კონტეინერს, ჭიქა კონტეინერად იქცა ეს უკვე. ხო, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის დატენვის დროს, ძალიან დაბალი თუ მოგივიდა, ანუ ზოგადად სივრცე უნდა იყოს მოსახუფად დარჩენილი სადღაც 9 მმ ან 1 სანტიმეტრი. თუ დაბალი მოგივიდა, ხო, ანუ ეს კომპონენტები, მაშინ აპარატი იმდენად, ასე ვთქვათ, ძალა აქვს აპარატს, რომ ჩაწევს ამ, ასე ვთქვათ, ვარსკვლავს დაბლა და არაესთეტიური იქნება, თორემ რამეში რო უშლიდეს ხელს არა, უბრალოდ არაესთეტიური ერთი და მეორე იქნება ის, რომ საფანტი, ასე ვთქვათ, მოძრაობდეს იქნება შიგნით, მეტი არაფერი. ამიტომ ჯობია რამდენიმე მილიმეტრით, ხო, ზემოთ იყოს, ან 0.9 დატოვო ჯობია, იმიტომ რომ აპარატი ყველა ვარიანტში იმდენი ძალა აქვს, რომ აი ამ ჩვენს კონტეინერებს, აი პიჟებს, ასე ვთქვათ, დაბლა დაწევს. მეორეშიც ჩავდებ ამას, აქაც იგივე პროცედურა არის, ავწონი და ჩამოვყრით საფანტს. საფანტი უნდა ჩამოყაროს 28 გრამი, ისე არის დაყენებული, რომ 28 გრამი უნდა ჩამოყაროს. აქაც არის პატარა ცდომილება, აი ჩამოყარა 27 და 87, 1, 2, 3. აი 3 მარცვალი საფანტი დავამატე და ზუსტად 28 და 0-ზე განოლდა, 28 გრამზე განოლდა. აქაც იგივე, ჩამოვყაროთ საფანტი. მე ვიყენებ 10 ნომერ საფანტს 28 და 9 ჩამოყარა. ანუ 2 მარცვალი საფანტი უნდა ავიღო. ხო, 2 მარცვალი საფანტი ავიღე და ზუსტად 28 გრამზე განულდა. კიდევ ერთი მომენტი. ატო ვიყენებ დისპერსანტს. საუბარში ვახსენე, რომ შეძენილი მაქვს, ესე ვთქვათ, ძველი 47 წელს გამოშვებული, 48 წელს გამოშვებული Zauer 47S მოდელი, რომელსაც შევიწროებები აქვს ძალიან დიდი, დიდი არის 0.9 აქვს ორი ველულები და შესაბამისად მასეთი ლულიდან, სადაც 18 და 2 არის ლულის ბურღი, ასე ვთქვათ, სროლა საკმაოდ მწყერზე არასასიამოვნო არის, იმიტომ რომ იმ სიამოვნებას ვერ მიიღებ, რასაც ვქია თოპა უნდა გაშალოს. გასროლა უნდა გაიშალოს და მწყერს ზოგადად მოკლე მანძილზე ვესვრით რა. ამიტომ ვიყენებ ხოლმე ამ დისპერსანტს და მეორე დანიშნულება რაც აქვს ზოგადად ამ კონტეინერს. აი ეს ძველი ლულები რაც არის, ხო, იჟის ფოლადი იქნება თუ სამგოლიანი ფოლადი იქნება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ზოგადად ეს ფოლადები რბილი ფოლადები არის, შესაბამისად ტყვია გამოყოფს ხოლმე რაღაც სიმჟავეს რა და ცარიელ ლულაზე რო ხდება, თუ ლულა ხრომირებული არ არის, რამდენიმე 1000 გასვლის შემდეგ თუ გაუწმინდავს დატოვებ, ზოგადად ნადირობის შემდგომ გაუწმინდავს თუ ტოვებ თოფს, თანდათანობით ის ლულის ჭამას იწყებს. აქედან იწყება სიპი, რაკომინა და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი მტერი არის ლულის, როდესაც გასროლი ლულას დატოვებ გაუწმინდავს და განსაკუთრებით რაც ვახსენე ძველ ფოლადებზე, ქრომირებულ ფოლადებზე კიდევ დასაშვები არის, იმიტომ რომ ქრომი ფაქტობრივად იცავს ლულას, როგორც შიდა მხარეს, გარე მხარეს დაზიანებისაგან. დავიწყოთ მოხვევის პროცესი. აქ ჩვენ მოვიშოროთ ახლა ეს სასწორი. დავდოთ აქეთ, ესეც გადავდოთ აქეთ და დავიწყოთ დატენვა. აქ მე ვიყენებ ოდნავზეც, ასე შემოვატარებ, იმიტომ რომ აპარატი ბრუნს რო იწყებს, მე ეს მატრიცა ცოტა არ იყოს თბება,
არ ხურდება, რამე თვება, მაგრამ ზოგადად ზეთი უფრო ასე თქვათ უკეთესად მოხვევაში ეხმარება და უკეთეს ვარსკვლავს აკეთებს. ზოგადად ვარსკვლავის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ნახავთ ახლა რამდენად იდეალურ ვარსკვლავს აკეთებს. ხანდახან ზეთს თვითონ მატრიცას უკეთებ, მაგრამ ჯობია ვაზნას გავუკეთოთ. ეს სტილო წამოვიღოთ, რომ გავწმინდოთ. ჩავთავ აპარატს, მე აპარატს განახებ თუ როგორ მუშაობს. Так, პირველი, ასე ვთქვათ, ეს არის ვარსკვლავის ფორმის მიცემა, ხო? აი ესეთ ფორმას აძლევს. შემდგომი არის მაკონტურებელი და აკონტურებს. ანუ ჩაწევს ფაქტობრივად და მესამე ფაზა არის ძრავი, ბრუნი, როცა უკვე ბეჭდავს. აქ რიჩაქს რამე ზეწოლა ძლიერი არ ჭირდება არაფერში, შეიძლება ის ჩანდეს. თვითონ აპარატი საკმაოდ ძიმეა, 32 კილოა თავისი სიმძიმე ყოფნის. აი ასეთი არის იდეალური ვაზნა, ესეთი არის. დამირწმუნეთ, დამიჯერეთ, რომ ეს არც ფიოჩის, არც ბაშიარის, არც კლევერის ვაზნებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ ჯობია კიდევაც, იმიტომ რომ აქ ამ ბიჟებში, რომელიც ჩვენ დაუყოლით და ქეჩაში, გაზების გაპარო არის მინიმალური. დავაგრძელოთ ეს პროცესი უფრო სანახაობრივი რო იყოს. იდეალურია. ყველა ვაზნა გამოდის ერთი ზომის. შანსი არ არის აქ რომ რამე ასე ვთქვათ უზუსტობა იყოს სიმაღლეებში. თვითონ ბრუნის დროს კეთდება კონუსი. კონუსი არ უნდა რამე ცალკე მატრიცა ან ასე შემდეგ. როცა ბრუნავს, აპარატი თვითონ აკეთებს კონუსს. ნებისმიერი ნახევარ ავტომატი პრობლემით გაისვრის ამ ვაზნას. ეგრე იდეალურია. თავი, რა ვიცი. ამაზე უკეთესი ვარსკვლავი, უბრალოდ ვაზნა არის გამჭვირვალე და არ ჩანს თუ რამდენად იდეალური არის. მე განახებთ, ასე ვთქვათ, სხვა ფერის ვაზნაზე თუ რა დონეზე აკეთებს თავს. ვარსკვლავის ფორმა მივეცით, დავაკონტურებთ, კონტურს ჩაჭრის და დაბიჭდავს. ეს იდეალურად. კონუსი შეიძლება ჩანდეს, რამდენად კარგი კონუსი აქვს. არავითარი ზედმეტი, ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, სტანდარტებში. ესეთი არის ამ აპარატის მუშაობა. ესეთი არის, ასე ვთქვათ, იდეალური სანადირო, მწერზე სანადირო ვაზნა. რაც შეეხება ვარსკვლავს, აი ეს არის ძველი რეკორდის ვაზნა, სადაც სხვა ფერიც არის და პლასტიკიც სხვანაირია. აი როგორ იდეალურ ვაზნებას ვარსკვლავს უკეთებს. აი პატარა წერტილი შუაში რაც აქვს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ პლასტიკი არის სქელი. და ანუ ეგრეთ წოდებული თავი, ასე ვთქვათ, მოპირკეთებული არა აქვს. ესეთი არის იდეალური ვაზნები არის, იდეალურად ტენის. ხო, განახებთ ახლა მოკლედ ჩემს პატარა არსენალს და ამით დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ესეთი არის ჩემი არსენალი, ნელ-ნელა ვაგროვებ კონტეინერებს, პიჟებს და სხვადასხვა კომპონენტებს რა. სამომავლოდ ეს რუსული ძველი ბაიკალის ვაზრებია,
მასრები არის, ესე ვთქვათ, კავეაცი არის თუ არ ვცდები იტენება. ესეთი არის აპარატი, ეს განნახი გაქვთ თქვენ ეს აპარატი, დენტის სექცია, საფანტის სექცია და ეს არის რიჩაკები, რითაც ასე ვთქვათ, ვაზნის ჩამოყრა ხდება. ხო, და კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, სამომავლოდ ვაპირებ აი ამ პრობკების დამუშავებას, ასე ვთქვათ, პიჟებად. ეს პრობკები იყიდება საქართველოში, ერთი ცალით 230 თეთრი ღირს, უბრალოდ ეს უნდა დაიჭრას, ასე ვთქვათ, ძალიან ზომაზე და მერე გამოვიყენებთ უკვე ჩვენს ნაცად ხერხს და ასე ვთქვათ, ამის ხედვით გამოუჭრით შესაბამის ზომას. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ხარისხიანი იქნება, იმიტომ რომ ბევრად უფრო მყარი არის. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი ვიდეოროლიკი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა მათთვის, ვინც ასე ვთქვათ, თვითონ ტენის სახლის პირობებში უაზნებს. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა სიახლე იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ უკვე არსებული და ცნობილი ინფორმაციის გახსენება იყოს, თუმცა ეს ყველაფერი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას ჩვენ სამონადირეო წრეებში და ჩვენს მონადირეებში. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.